ჩაკჩობია რა ეს გავაკეთეთ. საინტერესოა რა სტატიაზე ხართ დანუკა, რამდენად მალე ვნახავთ უკვე დასრულებულ რეფრეშს. მაკო, ესე იგი ჩვენ ვართ უკვე სამზადისში, აქტიურ სამზადისში ვართ, ვასრულებთ ნელ-ნელა. ეხლა თქვენ ხედავთ, რომ მარიამს აქვს თმა დავუხვიეთ. იმდათ რატო დავუხვიეთ თმა? იმიტომ რომ უფრო ქალბური ყოფილიყო, ხო? კლასიკურ და თქვენ აუცილებლად უნდა იხილოთ მარიამი განსხვავებულ და კლასიკურ ფორმაში. მაკიაჟი გადავწყვიტეთ, რომ უფრო მკვეთრი ყოფილიყო, რადგან მისი ნაკვთები გამოვკვეთოთ, ხო მარიამ? რომ აღნიშნა რომ არ მიყვარსო. საერთოდ არ იკეთებს მაკიაჟს და მე ვფიქრობ, რომ მაყურებელს კი არა, ბევრს არ უნახავს მარიამი მაკიაჟით და მით უმეტეს ესეთი მკვეთრი მაკიაჟით და ასევე ვარცხნილობაც განსხვავებული ექნება და მოკლედ სულ სხვანაირ მარიამ ჟორჟოლიანს. მე მგონი დასრულდა ის, რასაც ველოდით ამდენი ხნის მანძილზე და შეგვიძლია ვნახოთ მარიამი, რომელიც არ გავს საკუთარ თავს, მაგრამ ისევ ძალიან ლამაზია. არ გავს ნამდვილად, გეთახმები, მაკო საკუთარ თავს. ძველ მარიამს არ გავს, თორე საკუთარ თავს როგორ არ გავს? ხო, ძველ მარიამს არ გავს, გეთახმები ამაში. შეიძლება მოვიდე ნანუკა შენთან. კი, მოდი თუ შეიძლება შენც ჩემთან. და ვნახოთ მარიამის საბოლოო იმიჯი, უკვე ვასრულებთ ნელ-ნელა, ძალიან ცოტა დეტალები დაგვრჩა. მაკო, მოდი თუ შეიძლება ჩემთან. მოვდივარ შენთან. ფურცელია, ხო? და აი ესეთი მკვეთრი მაკიაჟი გავუკეთეთ ძალიან უხდება მაკიაჟი. გადავწყვიტეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე მარიამი მაკიაჟით გარეშეც ძალიან მომეწონა, ხანდახან მე მგონი უარი არ უნდა თქვას, იმიტომ რომ ძალიან უხდება. მე დარწმუნებული ვარ ამ დარეფრეშების შემდეგ ის აუცილებლად გაიკეთებს ხშირად მაკიაჟს, ხომ პირდები მარიამ? ხანდახან საჭიროა, მაგრამ ბუნებრივი სილამაზეც რა თქმა უნდა გაქვს, თუმცა ხანდახან ესეთი მკვეთრი მაკიაჟით ძალიან კარგი იქნება, თან შენი პერსონალური გამოფენისთვის ვფიქრობ, არაჩვეულებრივად გამოიყურები. ნამდვილად. და მე კაბა არ უნდა ვნახოთ? ჯერ არ უნდა ვნახოთ კაბა, მაკო, ცოტა შავი კაბა, რომელიც ყველა გოგოს უნდა კონდეს, როგორც ამბობენ. და რომელიც ირაკლი რუსაძემ სპეციალურად მარიამისთვის შეიკერა და ძალიან დიდი მადლობა ირაკლის ამისთვის, სპეციალურად მარიამისთვის შეიკერა ეს კაბა, რომელსაც ის თავის საკუთარ პერსონალურ გამოფენაზე ჩაისმევს. მარიამ, შენ კმაყოფილი ხარ? ძალიან კმაყოფილი. ცოტა ისე ხო არ გრძნობ თავს უცნაურად ამდენი მაკიაჟით სახეზე. კიდევ, მაგრამ რასთავარია ძალიან მოგწონს. და მადლობა თქვენ. ბოლო დეტალი დაგვრჩა, მოდი საყურე გავიკეთოთ, აუცილებლად აქსესუარი დაგვრჩა. მაღაზია მანდარინას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადო, არაჩვეულებრივი. ულამაზესი სამკაული აქვს. ულამაზესი სამკაული მაქვს. ჯერ მარტო ამიტომ ღირს რეფრეში მონაწილეობა. ფიქრობ მეც მინდა, მაგრამ მაკიაჟი ისედაც მაქვს. შენ ისედაც გაქვს მაკიაჟი. რა გავაკეთე? მე პირიქით უნდა ვქნა მე რადიკალურ ცვლილებებს შეგიძლია მომართო აქვე ვარ. დაგჭირდება. მე სამწუხაროდ ისეთი თამამი ვერ ვარ, როგორც შენი მთავარი გმირია. ეს არის არაჩვეულებრივი საყურე, რომელიც სპეციალურად მისთვის ხო, კოტე გამოფენისთვის კეთება ესეთი სახით წარდგება გამოფენაზე. მოხვალ. მოდი ნელ-ნელა დავიწყოთ ახლა მარიამის. და გამოვაცხადეთ კიდევ შენს გამოფენას. თმა არაჩვეულებრივად, ძალიან კლასიკური სტილი მოურგეთ და დათო ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ ესე ელეგანტური ვარცხნილობა გაუკეთე. ფერიც ძალიან მომწონს და თვითონ ვარცხნილობაც. მას ქონდა ჯერ არა მარიამს ქონდა რადიკალურად მაკო გახსოვს მარიამი რადიკალურად წითელ თმაში ხასხასა წითელ თმაში ფოტოები და ჩვენმა მაყურებელმა წიხილა დარწმუნებული ვარ ეკრანზე ფოტოები მარიამს ქონდა რადიკალურად წითელი თმა ეხლა მე ვფიქრობ ეს თმა შენ სტილს უფრო უხდება ეს ფერი უფრო დამჯდარი ფერია და მე ვფიქრობ ამ სტილს რაც ჩვენ შეგირჩიათ უფრო უხდება და შენს გიხდება ძალიან სახეზე აი ეკრანზე იხილა მაყურებელმა მარიამის წითელი ფერი ეს არის ის ფერი რომლითაც შენ რეფრეშში მოხვედი ანუ ქერაც ეს არის წითელი ხასხასა რომელიც მე ვფიქრობ არის უფრო პანკური და შენს სტილს უფრო უხდებოდა ის თმა ის ამ ფერის თმა ვფიქრობ ეს ფერი რადიკალურად რადიკალურად შეგსალა და გამოფენისთვის მოგამზადა ამ ფერმა შენ ეხლა მოდი დავიწყოთ ხო ნელ-ნელა ცოტა ხელა იმიტომ რომ რაღაცა მეც რომ მივიღე მონაწილეობაზე ჩვენმა მთელმა შემოქმედებითმა გუნდმა ცოტა მეც ხელა ამ ყველაფერზე შეხვანერვიულობ მგონი არაფერი არ გაგვსანერვიულო ადექი თუ შეიძლება წამოდექი და მოვხსნათ ნელ-ნელა ის კიას მოსას მე რა დაგეხმაროთ არ ჭირდება ჩემთან ზურგიც როგორი ლამაზია აბა ძალიან რეალია ესეც მეორე გადაყალისებული მონაწილე ესეც ჩვენი გადაყალისებული ძალიან ლამაზია შეიძლება გავიწიოთ იქით რომ მაყურებელმა კარგად იხილოს მარიამ დაგვიტრიალდი აბა
ხუსლიან ფეხსაცმელს რამდენად ხშირად? აი, მაგას აი, ეს შეკითხვა დავსვი, იმიტომ რომ ჩემთვისაც დიდი ხნის მანძილზე პრობლემა იყო, ვერაფრით ვერ შევეკვედა. ეხლა რო დაგინახეთ და თან რო ვიცი რომ მაკიაჟი არა და რაც უფრო თავისუფლად ხარ, უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, ეს შეკითხვა გამიჩნდა. შეიძლება ცოტა ხანში მიეჩვევა, მაგ ყველაფერს მიეჩვევა, დარწმუნებული ვარ, საკუთარ ხომ მოგწონს ესეთი, როგორიც ხარ ეხლა. ძალიან ლამაზი ხარ, არაჩვეულებრივად გამოიყურები და დარწმუნებული ვარ, ყველას მოხიბლავ შენი ახალი გარდასახვით და ამ იმიჯით. ძველ ფოტოებს ხედავს ჩვენი მაყურებელი ეკრანზე და აი ახლა კი თქვენ მარიამის შექმნილ საათებს ხედავთ ეკრანზე, რომელსაც ის ქმნის თქვენთვის, რომ შეიცინოთ მისი ნამუშევრები და ვფიქრობ არაჩვეულებრივად ჩაივლის შენი გამოფენა და მე მაინტერესებს საათების გამოფენა იქნება თუ ნახატების? საათების. საათების და ალბათ და არა ნახატებსაც. მარტო, კიდევ ხელნაკეთი ნივთების, ასე ჯერ არ იყო. ზად ხარ ესე იგი? ვაყოფილი ხარ თავად. ზად. და დარეფრეშებული ხარ. დავრეფრეშდი ძალიან. ძალიან ლამაზი რომ ეს ანიკა შენ ჩარტი. გამოვიდა მარიამის დარეფრეშება, მარიამ, ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მოუნდება და ძალიან მაგარ დაარეფრეშ. მე დარწმუნებული ვარ. სად უნდა ეხლავე შევახსენოთ მაყურებელს GDS დილის ოფიციალურ გვერდზე, მოგწერეთ თქვენი ისტორია თუ რატომ გსურთ იმიჯის შეცვლა და დარწმუნებული ვარ მოგეწონათ მარიამის გარდასახვა, ასე რომ ველოდებით თქვენს აქტიურობას, ჩვენ ყველანი ველოდებით იმისთვის, რომ კიდევ ახალი და ახალი გმირები გვყავდეს სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, ჩვენ ხვალამდე მშვიდობებით ჩვენ მაყურებელს ისევ რის ნახევარზე უნდა ჩართოთ GDS-ი და 2 საათ ნახევარი გაატაროთ GDS დილასთან ერთად. ჩვენ გემშვიდობებით და რა თქმა უნდა გამოგზავნეთ იმეილები.